საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით რადიო Z-ის სადგურის კიდევ ერთი ახალი გადაცემიდან. მე, ანანო მახარაძე, დღევანდელი გადაცემის კორესპონდენტი, გისურვებთ ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს. დაიმახსოვრეთ, რომ ქედის სათემო რადიო ფუნქციონირებს პროექტ მისი ხმის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია DVV International-ის მიერ, სადაც შემოგთავაზებთ უახლეს ინფორმაციას და საინტერესო დისკუსიებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. მისი ხმა პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონში 12 სათემო ქალთა რადიო შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში და კულტურულ ცხოვრებაში. რადიოებს საგანმანათლებლო მიმართულება ექნებათ. ისინი მნიშვნელოვანი ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებას და საჭირო უნარების განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული, რათა აამაღლონ ქალთა და თემის სხვა წევრების ცნობიერება მათ როლზე საზოგადოებაში, მათ უფლებებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო რადიო Z, რომელიც ქართულ სათემო რადიოებს კონსულტირებას გაუწევს. რადიოების დაფუძნება მოხდება ზრდასრულთა განათლებისა თუ სათემო განათლების ცენტრებში, რომლებიც შეიქმნა გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით. გარდა რადიო პროგრამებისა, ეს ცენტრები გაუძღვებიან მრავალფეროვან სათემო აქტივობებს, რომლებიც ასევე ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები, ფილმების ჩვენებები, დისკუსიები გენდერისა და ქალთა საკითხებზე. ამ აქტივობების ჩატარების პროცესში ცენტრები ითანამშრომლებენ ადგილობრივ აქტივისტებთან და თემის ლიდერებთან. ყველა ცენტრში კი შეიქმნება გენდერის ბიბლიოთეკა. პროექტის პარტნიორი გახლავთ ქედის სათემო განათლების ცენტრი. მოდელი პოდკასტის თემას წარმოადგენს უტეხი ირანელი ქალის ბრძოლა სიცოცხლისა და თავისუფლებისათვის. 2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ირანელ უფლებადამცველ ქალს, ნარგეს მოჰამადის, ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ზოგადად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ბრძოლისათვის. ლაურეატის სახელის გამოცხადებისას ნორვეგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბერიტ რეის ანდერსმა თავის სიტყვა დაიწყო ლოზუნგით, რომელითაც ათასობით ირანელი ქალი გავიდა ქუჩაში ზნეობის პოლიციის მიერ ჩადენილი ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის მკვლელობის გასაპროტესტებლად, ქალის სიცოცხლე და თავისუფლება. ნარგეს მოჰამადის მისჯელი აქვს 31 წლის თავისუფლების აღკვეთა და 154 როზგი. ახლა, როცა მე ამ სიტყვებს ვამბობ, ის ციხეშია, თქვა რეის ანდერსმა და დაამატა, რომ 2023 წლის მშვიდობის პრემია ასევე მიენიჭა 100,000 ადამიანს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ირანის თეოკრატიული რეჟიმის მიერ ქალების მიმართ გატარებული დისკრიმინაციული და ჩაგვრის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ნარგეს მოჰამადი დიდი ხანია იბრძვის ირანში სიკვდილით დასჯის გაუქმებისათვის. ის ასევე არის ირანელი უფლებადამცველის, ნობელის პრემიის ლაურეატის, შირინ ებადის მიერ დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, რაც შეცვლის ირანელი უფლებადამცველი ქალის ამგვარი აღიარება, როგორი მოქმედებს ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება საკუთრივ ნარგეს მოჰამადის და ირანის საზოგადოებაზე. ამ კითხვაზე პასუხად რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის თანამშრომელი ჰანა ქავიანი ამბობს. ეს არის მეორე ნობელის პრემია, რომელიც 20 წლის განმავლობაში ირანელ ადამიანის უფლებების დამცველს მიენიჭა. 2 ათეული წლის გამოცდილებისა და პირველი პრემიის შედეგების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო არ აღიარებს ამ პრემიას, არ შეიცვლის ქცევას და არ შეამცირებს ზეწოლას მოჰამადიზე, უფრო პირიქით. ისინი გალანძღავენ ნობელის კომიტეტს, პრემიას უწოდებენ პოლიტიკურს და ისარგებლებენ შემთხვევით, რათა მეტი ზეწოლა მოახდინონ მოჰამადიზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ნარგეს მოჰამადის მრავალწლიანი ბრძოლისა და ირანელი ქალების მოძრაობის, ქალის სიცოცხლე თავისუფლება აღიარება ყურადღების ცენტრში აქცევს ამ ბრძოლას და ეკოდეხმიანება იმ ხმებს, რომლებიც შველას ითხოვენ. შირინ ებადის ირანელ იურისტს, მწერალსა და ადამიანის უფლებათა დამცველს ნობელის პრემია მიენიჭა ზუსტად 20 წლის წინ, 2003 წლის 10 ოქტომბერს, მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე დევნილების, ქალებისა და ბავშვების უფლებებისათვის ბრძოლისთვის. 2009 წლის ნოემბერში
ირანის ხელისუფლებამ ებადის ჩამოართვა როგორც ნობელის პრემიის მედალი, ასევე დიპლომი. თუმცა, სანამ აღნიშნულ თემას გავაგრძელებდე, მანამდე შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელშიც ასახული არის შირინ ებადი ირანში მიმდინარე მოვლენებზე და არა მხოლოდ. ის რაც დღეს ირანში ხდება, ეს სახალხო რევოლუციაა. ირანელმა ხალხმა ამ პროტესტით აჩვენა, რომ ხალხს არ უნდა ისლამური რესპუბლიკა. ამის სანაცვლოდ ირანელ ხალხს სურს დემოკრატიული და სეკულარული მმართველობა. ხოლო დღეს ირანში გამოყენებული ლოზუნგის ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების რეალობად ქცევა შეუძლია მხოლოდ სეკულარულ და არარელიგიურ მმართველობას. სამწუხაროდ ირანის ხელისუფლება არასოდეს უსმენდა ხალხის ხმას და თვალს არასოდეს ახელდა. თუმცა ეს ხელისუფლება დღეს ძალიან შეშინებულია. ამიტომაც ხდება ის, რომ პროტესტის ჩახშობის ინსტინქტი მასში უფრო და უფრო ძლიერდება და ცდილობს კიდეც ამ პროტესტის ჩახშობას. თუმცა იმასაც ხედავს, რომ შედეგი ამ ცდილობებს არ მოაქვს. იმასაც ხედავს, რომ სიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო მძიმდება. ამ ხელისუფლებამ დღევანდელი მონაცემებით უკვე მოკლა დაახლოებით 400 ადამიანი. 4000-მდე კი დაპატიმრებულია. მაგრამ ამის მიუხედავად პროტესტანტების რიცხვი პირიქით ყოველდღიურად იზრდება. ნამდვილად ასია, დღეს ირანში ქალები არ არიან მარტო. მათ გვერდით მამაკაცებიც იბრძვიან. და არა მხოლოდ ისინი, სკოლის მოსწავლეებიც კი ქუჩაში არიან გამოსულები ქალების მხარდამხარ. დაახლოებით 300 მოსწავლეა უკვე დაჭერილი. ბევრი რამ, რასაც ისლამის სახელით ქალებს ახვევენ თავზე, სწორედ ისლამის არასწორი განმარტებიდან მოდის. ხოლო თუ ქალებს მიეცემოდათ ეს საშუალება განემარტათ ისლამი, ძალიან ბევრი დისკრიმინაციული კანონი, რაც დღეს ქალების წინააღმდეგ მოქმედებს ირანში, უბრალოდ აღარ იარსებებდა. თუმცა ისევ ვამბობ, დღეს ირანელ ხალხს აღარ უნდა რელიგიური მმართველობა. მათ სურთ სეკულარული სახელმწიფო. დღევანდელი ირანის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ყველა რელიგია კარგია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს აღმსარებლობის თავისუფლება და არა ის, რომ ხელისუფლება მოახვიოთ მათ ეს თავზე. იცით, როდესაც მე ვამბობ, რომ ადამიანებს უნდათ სეკულარული სახელმწიფო, ეგ ყველაფერი სწორედ ასეთ სახელმწიფოშია შესაძლებელი. სადაც თავად გადაწყვეტენ, ვის როგორი ტანსაცმელი ეცვას და სადაც არც ჰიჯაბის ტარების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის ორგანო. ცვლილებები პირველ რიგში ირანელმა ხალხმა უნდა მოახდინოს. სხვა ქვეყნების მთავრობების იმედი მეორე ადგილზე უნდა გადავიდეს. პირველი, ვინც ამ ცვლილებებს ხელი უნდა შეუწყოს და როგორც უნდათ ისე მართონ ქვეყანა, ეს ირანელი ხალხია. ნობელის პრემიამ შესაძლებლობა მომცა უფრო მაღალი ტრიბუნებიდან მელაპარაკა და ჩემი ხმაც უკეთესად მიმეწვდინა მთელი მსოფლიოსთვის. მაგრამ ეს პრემია იმის საფუძველიც გახდა, რომ ირანის ხელისუფლებას უფრო მეტად შეპარვოდა ჩემში ეჭვი და ჩემი დევნაც დაწყებულიყო. ირანის ხელისუფლებამ არა მხოლოდ კონფისკაცია გაუკეთა ჩემს ფულად ჯილდოს, არამედ მემკვიდრეობით მიღებული მამისეული სახლიც კი ჩამომართვა. ჩემს გასაჩუმებლად კი ჩემი დადა მეუღლეც კი დააპატიმრა. დიახ, ირანის ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ჩემს ქმართან მიაგზავნეს ქალი და უკანონოდ გადაიღეს ეს ყველაფერი. მას ჩაქოლვის განაჩენი გამოუტანეს და წაუყენეს პირობაც, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში არ აღასრულებდნენ ამ განაჩენს, თუ ტელევიზიით გამოვიდოდა და საჯაროდ ჩემს წინააღმდეგ ილაპარაკებდა. მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ყოველი ჩემი საჯარო გამოსვლის და ინტერვიუს შემდეგ მას ხელახლა აწუხებდნენ. ბოლოს და ბოლოს მან თავისივე უსაფრთხოებისთვის განქორწინება შემომთავაზა. მე ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. موافقت کردم و ما از هم جدا شدیم.
ایرانی که من آرزو میکنم این است که ჩემი საოცნებო ირანი დემოკრატიული და სეკულარული ირანია. თუ ეს მოხდება, მე იქ პირველივე დღეს დავბრუნდები. در این صورت من اولین روز به ایران برمیگردم. ნარგეს მუჰამადის გზა. ნარგეს საფიე მუჰამადი დაიბადა 1972 წლის 21 აპრილს. მუჰამადი სწავლობდა იმამ ხომეინის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ხარისხი ფიზიკაში და გარდა პროფესიონალი ინჟინერი. სტუდენტობის დროს წერდა სტატიებს ქალთა უბლებების მხარდასაჭირად სტუდენტურ გაზეთებში. ასევე მონაწილეობდა სტუდენტური ორგანიზაციის შეკრებებში, რის გამოც ორჯერ დააპატიმრეს კიდეც. აქტიურად იყო გატაცებული ალპინიზმით, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის გამო აიკრძალა სპორტულ ლაშქრობებში მონაწილეობა. ნარგეს მუჰამადი მუშაობდა ჟურნალისტად. გამოქვეყნებული აქვს პოლიტიკური ესეების კრებული სახელწოდებით რეფორმების სტრატეგია და ტაქტიკა. 1999 წელს დაქორწინდა თაგი რაჰმანიზე, ასევე რეფორმატორ ჟურნალისტზე, რომელიც მალევე დააპატიმრეს. 2012 წელს რაჰმანი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, საერთო ჯამში 14 წლიანი პატიმრობის შემდეგ, თუმცა ნარგეს მუჰამადიმ გადაწყვიტა დარჩენილიყო ირანში, რათა გაეგრძელებინა ადამიანის უფლებათა დაცვა. მუჰამადის და რაჰმანის ჰყავთ შვილები ტყუპისალი, ალი და კიანა. მუჰამადი პირველად დააპატიმრეს 1998 წელს, ირანის მთავრობის კრიტიკის გამო. ციხეში მან გაატარა 1 წელი. 2010 წლის აპრილში იგი დაიბარეს ისლამურ რევოლუციურ სასამართლოში, THRC-ში, მისი წევრობისთვის. თუმცა, გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს. ევინის ციხეში ყოფნისას მუჰამადის ჯანმრთელობა გაუარესდა. განუვირთავდა ეპილეფსიის მსგავსი დაავადება, რის გამოც პერიოდულად კარგავდა კუნთებზე კონტროლს. 1 თვის შემდეგ იგი გაანთავისუფლეს და საავადმყოფოში დაწოლის ნება დართეს. 2011 წლის ივლისში მუჰამადი კვლავ დააპატიმრეს და დამნაშავედ ცნეს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედების, THRC-ის წევრობისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდის საქმეში. 2011 წლის სექტემბერში მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მუჰამადიმ განაცხადა, რომ განაჩენის შესახებ შეიტყო თავისი ადვოკატებისაგან, რომლებმაც მას გადასცეს სასამართლოს მიერ გამოტანილი 23 გვერდიანი გადაწყვეტილება, რომელშიც ადამიანის უფლებათა აქტივიზმი გაიგივებულია რეჟიმის დამხობის მცდელობასთან. 2012 წელს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა ჯერ 6 წლამდე შეამცირა. მოგვიანებით კი 2012 წლის 31 ივლისს მუჰამადი ციხიდან გაანთავისუფლეს. 2015 წლის 5 მაისს მუჰამადი კვლავ დააკავეს ახალი ბრალდების საფუძველზე. რევოლუციური სასამართლოს მეათე განყოფილებამ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არალეგალური ჯგუფის დაარსების ბრალდებით ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ აწარმოებდა სიკვდილით დასჯის გაუქმების კამპანიას. კიდევ 5 წლით პატიმრობა მიესაჯა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებისა და შეთქმულებისათვის. 1 წელი კი საერთაშორისო მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისათვის გაატარა. 2021 წლის 27 თებერვალს მუჰამადიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც განმარტა, რომ დეკემბერში ორჯერ იყო დაბარებული სასამართლოში იმ საქმისათვის, რომელიც მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ პატიმრობის დროს ციხეში აღიძრა. მუჰამადიმ განაცხადა, რომ ის უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე. გავრცელებული ვიდეოში მან აღწერა სექსუალური ძალადობა და სასტიკი მოპყრობა, რაც მასზე და სხვა ქალებზე ხორციელდებოდა ციხეებში და რაზეც ირანის ხელისუფლება არ რეაგირებდა. ნარგეს მუჰამადი წინააღმდეგ აღძრული ახალი საქმე ეხებოდა ევინის ციხეში ქალის პოლიტპატიმრის მჯდომარე გაფიცვას, რომლებმაც გააპროტესტეს 2019 წლის ნოემბერში უშიშროების ძალების მიერ მომიტინგეების მკვლელობა და დაპატიმრებები. 2021 წლის მარტში მუჰამადიმ დაწერა ირანის ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიშის წინასიტყვაობა ირანში სიკვდილით დასჯის შესახებ. ნავით აფკარისა და რუჰოლა ზამის სიკვდილის დასჯა იყო ყველაზე ბუნდოვანი და არაერთმნიშვნელოვანი სიკვდილით დასჯა ირანში.
აჰმად რეზა ჯალალისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მცდარი გადაწყვეტილება. სასიკვდილო განაჩენები გულდასმის უნდა იქნეს შესწავლილი. იმ ადამიანებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სამარტოო საკნებში ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ წამებასთან გათანაბრებულ პირობებში ყოფნის შემდეგ. ამიტომ სასამართლო პროცესში არ მიმაჩნია სამართლიანად. ხედავ, რომ ბრალდებულებს ამყოფებენ სამარტოო საკნებში იმისათვის, რომ აიძულონ სრულ ჩვენების მიცემა და აღიარებინონ დანაშაული, რაც შემდეგ განაჩენის გამოტანისას გამოიყენება ძირითად მტკიცებულებად. 2021 წლის მაისში თეირანის სისხლის სასამართლომ ნარგეს მოჰამადის მიუსაჯა 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 80 როზგი და ჯარიმა სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებისთვის. 4 თვის შემდეგ მან მიიღო უწყება სასჯელის მოხდის დასაწყებად, მაგრამ არ უპასუხა მას, რადგან განაჩენი უსამართლოდ მიიჩნია. მოჰამადი დააკავეს 2021 წლის 16 ნოემბერს საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლული ებრაჰიმ ქეთაბდარის მემორიალის მონახულებისას. როგორც ნობელის პრემიის კომიტეტმა განმარტა, მოჰამადი შეერჩა 351 ნომინანტიდან, მათ შორის 259 იყო კერძო პირი, ხოლო 92 ორგანიზაცია. პრემიის წესების თანახმად, პრემიის მაძიებელთა ვინაობა მხოლოდ 50 წლის შემდეგ გამოქვეყნდება. მშვიდობის პრემია, რომელიც 1901 წლიდან 2022 წლამდე 103-ჯერ გადაეცა 140 ადამიანს, ერთ-ერთია იმ 6 ჯილდოდან, რომლებიც 1895 წელს დააწესა შვედმა ქიმიკოსმა და დინამიტის გამომგონებელმა ალფრედ ნობელმა. მშვიდობის გარდა, ნობელის პრემია გაიცემა ლიტერატურაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ფიზიოლოგია, მედიცინას და ეკონომიკურ მეცნიერებებში. გამარჯვებულს ირჩევს ნორვეგიის პარლამენტის მიერ შერჩეული 5 კაცისგან შემდგარი ნორვეგიის ნობელის კომიტეტი, რომელიც თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს 31 იანვრამდე კომიტეტის მოქმედი და ყოფილი წევრების, ეროვნული პარლამენტების მთავრობების, მშვიდობის პრემიის ლაურეატების, მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრების, დირექტორებისა და საერთაშორისო სამართლიანობის წევრების მიერ გაკეთებულ წარდგენებზე. 2022 წელს მშვიდობის პრემია მიენიჭათ ბელარუს უფლებადამცველ ალექს ბიალიცკსი და ორ უფლებადამცველ ორგანიზაციას, საერთაშორისო მემორიალს და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს. რაც შეეხება 2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატთა ეგრეთ წოდებულ მოკლეს სიას, ჟურნალ Time-ის მიხედვით მოჰამადის გარდა მასში იყვნენ უკრაინის პრეზიდენტი, რუსი პოლიტიკოსი და პოლიტპატიმარი, უიღურების უფლებების დამცველი, პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც 2014 წლიდან უვადო პატიმრობაში იმყოფება, ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც გაეროს მთავარი სასამართლო ორგანოა, ავღანელი ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი მაჰბუბა სერაჯი. დღევანდელი პოდკასტი კი დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა სანამ დაგემშვიდობებით, მინდა შემოგთავაზოთ უშუალოდ გენდერისა და ქალთა საკითხებზე შექმნილი რადიო პიესა. გამარჯობა, ხომ იცანით? კატო ვარ. ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეხვედრის შემდეგ. ძალიან ბევრი ამბავი მოხდა. პირველ რიგში ის, რომ ჩემმა ძმამ სანდრომ როგორც იქნა სკოლა დაამთავრა. აი მაგას რომ უყურებდი, მაგიტომ უფრო არ მინდა სკოლაში წასვლა. სულ ეზარებოდა და სულ რაღაცას იგონებდა. არა და ბებია ჩემი, სანამ არ გამოაფხიზლებდა, არ ეშვებოდა. მოკლედ სანდროს დიდი წამება დასრულდა. და როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებს. რა ცუდია, სადმე წასვლა როცა არ გინდა და გაძალებენ. აი მე სულ მიხარია საბავშვო ბაღში მისვლა და ჩემ მეგობრებსაც ძალიან უხარი. აი თუ გინდა ვკითხავ. ელენე, ხო გიხარია საბავშვო ბაღში წასვლა? ძალიან მიხარია. ეხლა ჩემი სახლის ამბები. ისე სამზარეულოში უნდა შევიჭრიდო. აქ სულ ტელევიზორია ჩართული.
მამა შენი ზარწველოდები. შენ კი საათზე მეტი არას ტელეფონთან ხარ. და ბებია ჩემი, ჩვენ თუ არა ვარ, ტელევიზორს ელაპარაკება. ახლაც ვიღაცას ელაპარაკება. შენ გაიხარა, ეს ბიჭი გადასცა, ეს გოგო არ ვიცი რა, ეს ვინ არის? ბებო, ვის ელაპარაკებოდი? ამაზე პასუხს არასდროს არ მცემს. დარწმუნებულია, რომ ვერ გავიგებ. ბებო, არ გესმის? ვის ელაპარაკებოდი? კატო, მოდი ბებო გენაცვალო, ბებოს სიხარული. რამდენჯერ უნდა გითხრა? ნუ მე ლაპარაკები, როგორც პატარას. დედა, კაი რა, რით ვერ დაიმახსოვრე? აღარ არის ეს ისეთი პატარა ენის მოჩლექით რო ელაპარაკო. კაი ხო, ლაშა როგორ არის? ლაშა მამა ჩემია, ხომ გახსოვთ? რავი, სიცხე აქვს ისევ მაღალი. მამა ჩემი გაცივდა და სიცხე აქვს. კატო, დროზე ისაუზმე, დღეს მე წაგიყვან ბაღში. ეს თუ წამიყვან საუცილებლად დავაგვიანებ და არ მიყვართ ბაღში დაგვიანება. მალე წავიდეთ რა. დროზე ისაუზმე და აღარ დაგაგვიანდება. კაი ხო, დამისხრი papa. ეხლავე შენ შემოგევლოს ბებო ჩემი პატარა. კიდევ პატარაო ხო? არაფერსაც არ შევჭამ. აი თუ ეგრე არაფერს არ შევჭამ. არა, რა პატარა, რას ამბობ, ისევ თქვი ბებო, ჩვენ ხო მეგობრები ვართ. კაი, შევრიგდეთ, მასე ნუ მიყურებ, შენ შემოგევლე. დე, დღეს მე გვიან მოვალ სამსახურის მერე, გოგოებს ხვდები და კატო შენ გამოიყვანე ბაღიდან. ელენეც გესმის? გასაგებია. ელენე ჩემზე პატარაა, მაგრამ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. თანაც ჩვენი დედები კლასელები იყვნენ. ისინიც მეგობრობენ. უიმშია რა. სანდრო, სანამ სკოლაში დადიოდი, ერთხელ არ გაგიღვიძია დილი და ახლა რა ხდება? საქმე მაქვს. აუ, საქმე მაქვსო? ხო არ მომესმა. არა, ბებო, ნამდვილად არ მოგესმა. დღეიდან სულ ამ დროს გავიღვიძე. არ მჯერა. კაი, სანამ დაიჯერებ, წოინ და ბუტებროდი გამიმზადე. გთხოვ დროზე. კი ბატონო, ბუტებროდი ყველით თუ ძეხვით? ორივე იყოს. იყოს ორივე, ახლავე. ისე სანამ ბუტებროდი გამზადება, ვნახოთ ერთი აქ რა ხდება. დიახ, დასული. ამ ზამთარს მხოლოდ რამდენჯერმე ჩამოვედი. სტამბულში მეც იშვიათად ვარ. კუნძულზე კი 4 წელზე მეტი აღარ ყოფილვარ. ჩვენი სახლები ერთმანეთის პირდაპირ დგას. მართლა? შეურიგდი გოგო შენც ვისამოსვია შეცდომა. უჰარა მაქვს ამათი თავი. სანდრო, მოდი ბებო, მზად არის შენი ბუტებროდი. მადლობა. ბებო, როგორ გამახარე ჩემო სიცოცხლე. აი უკვე დაგეტყო, დიდი ბიჭი ხარ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. ოჩახ, სხვანაირად არ შეიძლებოდა. აგერ კარს მოგადგა მისაღები გამოცდება. უნდა ადგე ადრე, რომ მოასწრო ყველაფრის გადამეორება. ბიჭი ხარ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. ოჩახ, სხვანაირად არ შეიძლებოდა. აგერ კარს მოგადგა მისაღები გამოცდება. უნდა ადგე ადრე, რომ მოასწრო ყველაფრის გადამეორება. თან ესენის დილიდან ყველანი მიდიან და სახლში სული სიწყნარე იქნება იმეცადინე და იმეცადინე. მე თუ დილიდან მეცადინეობას დავიწყებ, მერე შერაღა გეშველება. შენ საყვარელ სერიალებს ხო ვეღარ უყურებ? უი, მე რას ამბობ, ოღონ ჩემი მეცადინე და სერიალებს საერთოდ არ შევხედავ. დაურეკავ მერის და დაწვრილებით მომიყვება ყველაფერს. სულაც არ მჭირდება ყურება. ოღონდ ჩემი მეცადინე და ისე საიდან მოიტანე, რომ მეცადინეობას ვაპირებ? აბა? დღეიდან მუშაობას ვიწყებ, ბებო. მუშაობას. მეხუმრები, ხო? არა, მართლა გლოვოზე. რა, ახლა არ გადამრიო. დიახ, ასე რომ შეიძლება ზოგჯერ თქვენს გამოძახებულზეც მოვიდე აქ. კი, მაგრამ როდის უნდა მოასწრო თან მისაღები გამოსდები, თან მუშაობა? არსად ჩაბარებას არ ვაპირებ წელს. რა, რატომ? იმიტომ რომ ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მინდა. შეიძლება სულაც არ მინდოდეს უმაღლესში სწავლა. რებს ამბობ, სანდრო? შენმა მშობლებმა იციან? დიახ, რა თქმა უნდა. კაი, გავიქეცი, დიდი მადლობა.
მე ხომ სადარდებელი არ მელევა რა. დებო, მე ჩავაბარებ უმაღლეში. შენ თუ ასე ძალიან გინდა. წავედით. აბა ერთი კვირით გამშვიდობები. და მალე გაიგებთ ახალ ამბებს. შამი თეთრი კარავიდან.